არ უჭირავთ იარაღი. სავარაუდოდ რამდენიმე წუთში ისინი უკვე მოვლენ აქ და ის შევლენ საბარაუდოდ. აი ამ წუთებში მე მომხდა ტყვია, თუმცა ვარ გაკაცრული. აი თქვენ ხედავთ, ხო სავარაუდოდ ეს იყო სნაიპერი. მათ არ აქვთ ფარი. მათ არ იციან სროლა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ომში ფრონტის წინა ხაზზე დგანან მათი მთავარი იარაღი მიკროფონი და კამერაა. ეს ადამიანები ჟურნალისტები არიან. Украинские журналисты згадують сьогодні Тараса Процюка. Наш спомин про Тараса Процюка. ომში მყოფი ჟურნალისტი ინფორმაციის ერთადერთი გამომტანია. სწორედ ამ სიმართლის ძიებაში დაიღუპა 2003 წელს უკრაინელი ჟურნალისტი და ოპერატორი ტარას პროტიუკი. ის წლების მანძილზე როიტერის ჟურნალისტი იყო. 2003 წლის 8 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ერაყის ერთ-ერთ სასტუმროს, სადაც ჟურნალისტები იყვნენ განთავსებულნი, ცეცხლი გაუხსნა. ტარას პროტიუკი ცდილობდა ომის კადრების გადაღებას, სროლების, დაბომბების და უდანაშაულო ადამიანების კომენტარების ჩაწერას, თუმცა ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა. შუბლაძემ დააგირეკა, რომ ბგორი იბომბება და გამოდით მანდები რა და ყველა გამოდით, იმიტომ რომ ჩვენ პასუხს აღარ ვაგებთ უკვე და ჯგუფებმა დატოვეთო. რომ გორის დაბომბვა დაიწყო. და ნუ ერთი პირველი ნერცით ხო გამოვარდით ქალაქიდან. სადაც წინაღობა დაგვხვდეთ, თუ ჩვეულებრივი მანიაკები არ ვიყავით ახლა. გადაუხვეთ მარცხნივ, მარტო იმიტომ გადაუხვეთ მარცხნივ, რომ წინ გზა დაიბომბა. ხო, შეგვიძლია 2008 წლის აგვისტოს ომი განსაკუთრებით მძიმე იყო ქართველი ჟურნალისტებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში ნანუკა ჟორჟოლიანი იყო ერთადერთი ორსული ჟურნალისტი ქალი. რა მოხდა? ჩამოაგდეს და ეგ არის, რა მოხდა და დაინგრა. ცოტა თუ იცის რომ 2008 წლის ომის კადრებში, რომელიც დღემდე ახსოვს მაყურებელს, ნანუკა ორსულად იყო. ძალიან მაგარი გოგო ხარ, უძლიერესი ხალი ხარ. დღეს შეძლებ იგივეს გაკეთებას. მაშინ იყო სხვა რეალობა. მაშინ ტელეფონით ვერავინ ვერ იღებდა. მაშინ თქვენ ახლა რასაც ხედავთ, ეს არის ჩვენს მიერ გადაღებული, ჩემს კი არა, ჩვენს მიერ გადაღებული კადრები. დღეს უკრაინის ომში ყველა არის ჟურნალისტი. 2008 წლის აგვისტოს ომში პირდაპირ ეთერში დაჭრეს ჟურნალისტი თამარ ურუშაძე. აქ და ის შევლენ საბარაუდოდ. ეს ისტორიები გვახსენებს, რომ ომის დროს ჟურნალისტიც მებრძოლია. მისი იარაღი, მიკროფონი და კამერა. ის საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. დღეს, როცა მშვიდ გარემოში ვუყურებთ ამ კადრებს, უნდა გვახსოვდეს, ვიღაცამ ეს ისტორიები საკუთარი სიცოცხლის ფასადში მოგვინახა. ჩვენი ვალია მათი გმირობა არ დავივიწყოთ და სულ გვახსოვდეს. იქ სადაც ომია, სიმართლის თქმაც გმირობას ნიშნავს.